გამარჯობა, როგორ ხართ მეგობრებო? მოვიდა სექტემბერი, გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, ყველაფერი ცუდი დარჩეს 2025-ში. თუმცა 2026 წელი რომ გამოვიდეს კარგი, ამისათვის ახლავე არის რაღაცები გასაკეთებელი. მაგალითად, არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ზარიზღილაკის ჩართვა, თურქეთის გასწრება შესარჩევში. 2 დღეც და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი დაიწყება ჩვენთვის, თორე ვიღაცებისთვის უკვე кайხანია დაიწყო, ნორვეგიას 4 მოგება აქვს უკვე. ვიღაცები ამთავრებენ უკვე. სამაგიეროდ ჩვენი ჯგუფი უცებ მოყომარდება. სექტემბერში 2 თამაში, ოქტომბერში 2 თამაში, ნოემბერში 2 თამაში, ჰოპ, გახვედი მსოფლიოზე. შენ არა, შენ კი. ესე მარტივად 3 თვეში თავრდება მთელი ჯგუფი. ჩვენი რეგიონიდან, ჩვენი კონტინენტიდან, ევროპიდან ძალიან რთულია მსოფლიოზე მოხვედრა. კვოტა არის 16. ევროპის საუკეთესო 16 გუნდში მოხვედრა. ძალიან რთულია. სამწუხაროა, რომ სამხრეთ ამერიკაში არ ვდებარეობთ. სამხრეთ ამერიკაში 10 გუნდიდან 6 პირდაპირ გადის მსოფლიოზე და 1 პლეი-ოფში. ძალიან უნდა მოინდომო, რომ მსოფლიოზე ვერ გახვიდე. აი, ცოტა ხანი არ მოწიო, არ დალიო და გახვალ მსოფლიოზე, ეგ არის. აი, ევროპიდან რთული ამბავია. ძალიან რთულია. ჩვენ მაგალითად ჯგუფში გვყავს სხვადასხვა დროს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი, მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორები თურქეთი და ბულგარეთი და ამ ჯგუფში მეორე ადგილით მსოფლიოზე ვერ გავდივართ. პლეი-ოფში უნდა ვითამაშოთ, რომელშიც ნახევარფინალში უნდა დავამარცხოთ ვიღაც კიდე და მერე ფინალში კიდე ვიღაც. ბოლივიას აჯობე გადი მსოფლიოზე. აჯობია სამხრეთ ამერიკას. ჩვენ უნდა გავხდეთ პროსამხრეთ ამერიკული ქვეყანა ჩემპიონი. რა გაეწყობა? აქედან უნდა ვიჩალიჩოთ გასულა სადაც ვართ. სამხრეთ ამერიკაში ჩვენ არავინ მიგვიღებს, მით უმეტეს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მათ გველებს გავუკეთეთ. ჩვენი და სამხრეთ ამერიკის ურთიერთობა დიდი ხნით არის გაფუჭებული. ერთი შეხედვით ჩვენს ჯგუფში სიტუაცია მარტივადაა. პირველი ადგილი ესპანეთს, მეორე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ და თურქეთმა. ბულგარეთს ყველამ უნდა მოვუგოთ, ესპანეთთან ყველამ უნდა წავაგოთ და ჩვენსა და თურქეთს შორის გადაწყდეს პლეი-ოფის საგზურის ბედი. აი ესე ლამაზად დალაგდა ყველაფერი. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა. ბურთი არის მრგვალი. შესაბამისად, ეგრე მარტივად არ არის, რომ აი იმას ყველამ მოვუგოთ, იმასთან ყველა წავაგოთ, იქ თურქია, რა, ესე მარტივად არ არის. რა კაცმა არ იცის, სად რა შეიძლება მოხდეს. ამიტომ შორეულ პროგნოზებს თავი დავანებოთ და უბრალოდ მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ. ახლა ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახლში თურქეთთან მხოლოდ 3 ქულა გვჭირდება, ნებისმიერი სხვა შედეგი ფაქტობრივად უშანსოდ გვტოვებს მეორე ადგილისთვის ბრძოლაში, იმიტომ აი მაგალითად ახლა ფრე რო ვითამაშოთ, მერე თურქეთში უნდა ჩავიდეთ მინიმუმ ფრე ან მოგებისთვის და თურქეთში ჩემტერი ჩავიდა მოსაგებად. ამიტომ აქ ვეცადოთ 3 ქულა რა. ნებისმიერი სხვა შედეგი არ გვაწყობს. მით უმეტეს, რომ ტრამვების ამბავში ვერ ვართ კარგად, კიტეიშვილის და ჩაკვეტაძის არ ყოფნა მნიშვნელოვნად ამცირებს ჩვენს შანსებს. ამ ეტაპზე შემადგენლობაში ყველაზე ნაკლები სიღრმე მოედნის ცენტრში გვაქვს და მაინც მან დაგვაკლდა 2 კაცი. საფეხბურთო ღმერთი ცოტათი გვეღადავება. ქართველებო, სად გიჭირთ ყველაზე მეტად? ნახევარდაცვის ცენტრში. მან დაგაკლდება 2 კაცი. აი, რაღაცა სხვა ხო შეიძლებოდა რაღაც. აი, მაინც მოედნის ცენტრში. ნახოთ, რას მოიფიქრებს სანიოლი. 2 ვარიანტი აქვს. ან 5 მცველზე უნდა დაბრუნდეს და ნახევარდაცვის ცენტრში 2 კაცით შემოიფარგლოს, ქოჩორაშვილი და მექვაბიშვილი. ან 4 მცველი და ნახევარდაცვაში 3 კაცი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი და ვინმე კიდე. აქ ცალკე უამრავი ვარიანტია, ვინ შეიძლება იყოს ეს მესამე. მაგალითად, კვარას 10-იანზე გადაყვანა, ზურიკოს 10-იანზე გადაყვანა, ან 10-იანის გარეშე თამაში და პლუს 1 ცენტრალური ნახევარმცველი, გაგნიძე, ან ლომინაძე, ან მამუჩაშვილი, აქაც ბევრი ვარიანტია.
მე რომ მწვრთნელი ვიყო, ზურიკოს დავაყენებდი მექვაბიშვილის და ქოჩორაშვილის წინ 10-იანზე და პერიოდულად კვარა ზურიკო გაცვლიდნენ ადგილებს. ხან კვარა შემოიწევდა ცენტრში და ზურიკო მარცხნივ გადავიდოდა, ხან კვარა ფლანგზე და ზურიკო ცენტრში, ესეთ რაღაცას ვფიქრობ მე. მაგრამ ვინაიდან მე არც ლიცენზია მაქვს სამწვრთნელო, არც გამოცდილება, მხოლოდ ჩემი ესეთი გულშემატკივრული იდეებით შემოვიფარგლები. ვნახოთ სანიოლი რას იზამს. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც მწვრთნელის დონე უნდა გამოჩნდეს. კარგი მწვრთნელი რო არის, ეს უკვე დაამტკიცა. ამ შესარჩევში გამოჩნდება უბრალოდ კარგი მწვრთნელია თუ სერიოზული მწვრთნელი. აი, უნდა გამოჩნდეს ეხლა რა. იმიტომ ახლა კაი მწვრთნელი ბევრია, მაგრამ ეგეთი ამ ხელა პრობლემებში რო გამოძრები, ეგ უკვე სხვა ბაზარია რა. უკანასკნელად ჩვენ და თურქეთი ერთმანეთს შევხვდით დორტმუნდში, ევროპის ჩემპიონატზე. კაი დრო იყო. ყველანაირად კაი დრო იყო. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი და ეგ ემოციები გამოვცადე. სიგიჟე ხდებოდა მართლა. ხომ არ გავიხსენოთ ძალიან მოკლედ მაშინდელი ამბები. ვნახოთ ერთი ტელეფონში რა მაქვს. სადაც დორტმუნდში ასეთი ამბავი ავწიეთ, დინამოზე იმედი მაქვს, რომ მოვაწყობთ ნამდვილ ჯოჯოხეთს, ოღონდ ისეთ ჯოჯოხეთს კი არა, ალბანეთი რო გვპირდებოდა და ჩავახტით იქა მართლა ჯოჯოხეთს. აი, ამის იმედი მაქვს. ვეცადოთ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ და თურქ ფანებთან კონფლიქტში არ შევიდეთ, იმიტომ რომ ერთ თვეში ჩვენ ვართ თურქეთში ჩასასვლელები. ამიტომ აქედანვე საშიში ხალხი. წნარად შვიდად. ჩხუბი მაქსიმუმ ნეიტრალურ ადგილას, აი გერმანიაში რო ვიჩხუბეთ, ეგ იყო კაი. ნეიტრალურზე ჩხუბი არის ნორმალური რა. ახლა გერმანიაში არავინ პოლიცია არც ერთის მხარეს არ არის და ნეიტრალურია რა. არც აქ ვიჩხუბოთ, არც თურქეთში. მთელს ევროპის ჩემპიონატზე შეგახსენებთ, რომ მარტო ჩვენ და თურქებმა ვიჩხუბეთ. არა, იქ პატარ-პატარა ისენი კი იყო, ეხა გაუგებრობები, მაგრამ ფანებმა იჩხუბეს ეგეთი მარტო ჩვენ. ჩხუბზე გამახსენდა, ეს ამბავი ადრე მოუყევი, მაგრამ ისე მიყვარს, რომ კიდე უნდა მოუყვე. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის დროს შოტლანდიელებთან ერთად სვამდით მე და ჩემი მეგობარი. როგორც იცით, თუ გაქვს შანსი რომ შოტლანდიელებთან ერთად დალიო, აუცილებლად უნდა დალიო, იმიტომ რომ საუკეთესო ხალხია საკეიფოდ. და გვერდით პავიდან მოვიდა შუახნის შოტლანდიელი მამაკაცი, ცოტა მოხუცი და ვკითხა, რომ აქ არისო ჩხუბიო? ჩვენ ვთქარით, არა არის აქ ჩხუბი თქო და გაბრაზებული წავიდა. ეწყინა და წავიდა. ბუზღუნით წავიდა. ალბათ გულში ფიქრობ, ფუ ეს ახალი თაობა, ჩხუბია მათ არ უნდა, არაფერი ამათ არ უნდა, მარტო დალიე ტელეფონში რაღაცა ფოტოები გადაიღე, რა თაობა მოდის. ძალიან იმედგაცრუებული იყო ჩვენით ეს კაცი. ხო და მოკლედ არ დავემსგავსოთ იმ კაცს,
და წნარად შვიდეთ თურქმანებთან კულტურულად რაღაცა რომ ჩვენც რო ჩავალთ მე იქ ნორმალურად ლამაზად ყველაფერი. გულშემატკივრობაზე იქნება ძალიან ბევრი დამოკიდებული. 12 კაცით უნდა ვეთამაშოთ თურქებს, ამიტომ წარმატება ნაკრებს, წარმატება ფანებს, იმიტომ რომ ორი ტრიბუნაზეც დიდი შრომა იქნება გასაწევი. მე ტელევიზორიდან დაგეხმარებით, ვერ ვიშოვე ბილეთი. დორტმუნდში მოვახერხე წასვლა თამაშზე, აქ ვერ მოვახერხე. ხდება ხოლმე. ეს არის გლობალიზაცია. დიდუბეში ვერ გავდივარ, დორტმუნდში. კიდევ ერთხელ აბა თქვენ იცით მეგობრებო. გადავიდეთ კალათბურთზე, ნაკრებზე, ევრობასკეტზე. კარგად დავიწყეთ ევროპის ჩემპიონატი. გვაქვს 2 მოგება, 2 წაგება და 3 გინება. ამ ვიდეოს როცა ვწერთ, საქართველოს კვიპროსი ჯერ არ დაწყებულა და იმედია 1 მოგება, 3 წაგება და 6 გინება არ გვაქვს. არა 99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ 2 მოგება, 2 წაგება და 3 გინება ჩვენი მონაგარი, როდესაც ეს ვიდეო აიტვირთება. რა იყო ჩვენი მიზანი ამ ევრობასკეტის წინ? 2 მოგება. ეს ქონდა მიზნად კვიპროსთან და ბოსნიასთან მოგება დავისახეთ და წავედით ევროპის ჩემპიონატზე. 2 მოგებით უნდა გავსულიყავით ჯგუფიდან. ჯერჯერობით გეგმას გადაჭარბებით ვასრულებთ. შეგვიძლია 3 მოგებით გავიდეთ ჯგუფიდან. რა თქმა უნდა, საწყენია იტალიასთან და საბერძნეთთან წაგებები, მაგრამ ასეთ ინტენსიურ ტურნირში ყველა თამაშის ერთ დონეზე ჩატარების რესურსი სამწუხაროდ ჯერჯერობით არ გვაქვს. ყოველ დღე და ყოველ მეორე დღეს რო გრანდებთან თანაბრად ითამაშო, ამისთვის გჭირდება 12 ერთი დონის მოთამაშე. სამწუხაროდ 12 ერთი დონის მოთამაშე არ გვყავს. არც 11, არც 10, არც 9, არც 8, არც 7, არც 6. ამიტომ გვიწევს ძალების გადანაწილება და არჩევა ვის შევაკვდეთ, ვის არა, ვის მოუგოთ, ვის არა. ესპანეთი ეხა ბულკია ჩვენი და დასვენებულზე. კარგია რომ თოკო დისკვალიფიკაციას გადარჩა. მეგონა მინიმუმ ევრობასკეტის დასრულებამდე მოგცემდნენ დისკვალიფიკაციას, იმიტომ რომ თვითონ საჯის გინებაზე თითო მატჩით დისკვალიფიკაცია რომ მოეცათ 3 თამაში კი გამოდიოდა და შეიძლება მეტი არც გქონდა ევრობასკეტს. ხო და იცი რა ვფიქრობდი დღეს აი მესამე საჯის გადმოსახედიდან რო შეხედოთ ამ ამბავს რა რომ წარმოიდგინეთ მესამე საჯი ხართ თქვენსკენ მორბის 2 მეტრი და 6 სანტიმეტრის სიმაღლის გაბრაზებული დაკუნთული კაცი ჯერ აგინებს ერთ მსაჯს, მერე აგინებს მეორე მსაჯს და შენ ამ დროს ფიქრობ რომ იქნებ მე არ შემაგინოს. მაგრამ არა, შენც you. ადამიანური მომენტია რა, რომ ახლა შენ მოდნის აქეთ ხარეს საჯობ რა და ფოლი საჯმა არ დაუსტვინა, რომელიც იქეთ ხარეს საჯობს, ხო? და ფიქრობ ახლა რომ იმას კი შეაგინა, ისიც ცენტრთან რომელიც არის, იმასაც შეაგინა, მაგრამ მე რა შუაში ვარ, აქეთან ნახევარზე ვარ და იქნებ მე არ შემაგინოს, მაგრამ შენც იცი რა არის, ახლა თუ აგინებ, ყველას უნდა აგინო რა. ან არავის ხო, თუ ყველას ან ყველას უნდა შეაგინო, ან არავის არ უნდა შეაგინო. ხო, ორ მსაჯს შეაგინო და მესამეს არ შეაგინო, ისეთი მომენტი არის რა. შუღლს აგდებ საჯებში, გაიგე? ამიტომ მან ყველაფერი სწორი იყო, თუ გინების მერე რაც მოხდა, უკვე სწორი იყო. ნუ გინება, მე ხა თოკო დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტად თავად განიცდის მომხდარს და მინდა გავამხნეო და უთხრა რომ არაფერი ისეთი ხა ისეთი რა ცუდია, მაგრამ ამის გამო ყურების ჩამოყრა არ ღირს, ყველაფერი წინ არის. უნდა დავშვიდდეს, დავწყნარდეს ყველა გულშემატკივრებიც, მოთამაშეებიც, მწვრთნელებიც, ყველაფერი ნორმალურად მიდის. ბოსნიასთან თამაში წყვეტდა ყველაფერს ისედაც და
ეხაც ბოსნიასთან თამაშიც ყოლს, არაფერი შეცვლილა პრინციპულად, ეგ თამაში უნდა მოვიგოთ და აბა თქვენ იცით, რაც მოხდა, წარსულს ვერ შევცვლით, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი წინა. ყველა თამაშის მოგება თუ გვინდა, მაშინ ბავშვთა კალათბურთს უნდა მივხედოთ სერიოზულად. ბავშვთა კალათბურთის განვითარება თუ გვინდა, მოკიდეთ შვილებს ხელი და წაიყვანეთ NBA-ის კემპზე, რომელიც თბილისში გაიმართება. 5 დღიანი კემპია, 10 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ტარდება ეს კემპი. აღწერაში იქნება ლინკი, რომლითაც შესაძლებელია რეგისტრაცია. 7-დან 18 წლამდე გოგოებისთვის და ბიჭებისთვის არის ხელმისაწვდომი. 18 წლით ახალგაზრდა რო ვიყო, მეც სიამოვნებით დავრეგისტრდებოდი. 18 წელია, რაც მაშორებს ამ კემპში მონაწილეობის უფლება. 30 წელია ბავშვთა კალათბურთს ვერაფერი უშველეთ და ახლა თვითონ კალათბურთი მოვიდა ჩვენს ბავშვებთან. გამარჯობა, NBA-ს ცოდნა და გამოცდილება მოგიტანეთ. მობრძანდით. აი ესეთი ამბავია. მოკლედ, წაიყვანეთ ბავშვები, თორემ მე არ დაიწყოთ ნაკრებს მოკლესად დარიგოთა სკამი აქვსო. ერთად ვისწავლოთ ერმა სამგულიანების როლა. ჩემი აზრით ეგ უნდა იყოს კემპის სლოგანი. NBA Basketball School Launch Camp. საქართველო, დროა სამგულიანები ვისწავლოთ. კიდევ ერთი კარგი ამბავი მაქვს. ეს კემპი რომ დასრულდება, ორგანიზატორები გეგმავენ, რომ ეს პროექტი გახდეს ხანგრძლივი, რეგულარული, ანუ 4 დღე ვივარჯიშეთ და დავიშალეთ კი არა. მე უკვე სკოლად გადაიქცეს და მუდმივი პროცესი გახდეს ეს ყველაფერი და NBA-ის სტანდარტები დაინერგოს ქართულ ბავშვთა კალათბურთში და მე უკვე ყოველ დღეს ვითამაშებთ კალათბურთს და დღეში ორჯერაც ვითამაშებთ რა. გუშინ ესპანეთს ვითამაშებთ და დღეს იტალიასთან რა ითამაშებს კი არა. დილას ესპანეთის საღამოს იტალია მოვიდნენ რა. რაც შეეხება გათამაშებას. ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა წინა ვიდეოზე, ძალიან ბევრი კომენტარი. ამიტომ რენდომაიზერს დიდი საქმე ელოდება წინ და გამარჯვებული არის გიორგი ქორაია. კომენტარი, რომელიც არის შემდეგნაირი. კი მეცინება, მარა რა მაცინებს. ჩვენი ფორმატიც ეგეთია, გიორგი, ზუსტად ეგ ფორმატი გვაქვს. ვიცინით ისეთ თემებზე, რაც სასაცილო არ არის. ესეთი ჟანრია. რა გვაცინებს, მაგრამ დასიზამ. თქვენ გიორგი მოიგეთ შავი ყუთი, რომელშიც დევს საქართველოს ნაკრების მაისური. რომელიც თან არ მაქვს, იმიტომ რომ უნდა მომივიდეს დღე-დღეზე. და მოგწერეთ Facebook-ზე თქვენი ახალი მაისური ის ბოლო 20-25-ის ღილებიან. ჩვენს Facebook-ზე მოგწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, მოგწერთ, თქვენ მერე გვეტყვით სად ცხოვრობთ, მერე ჩვენ მაგმის სამართზე გამოუშვებთ მაისურს და ესე მოგვარდება ყველაფერი ლამაზად. არხი უნდა გამოვიწეროთ ახლა. ვიდეო დავალაიქოთ, ზარის ღილაკი ჩავწვით და ნელ-ნელა უკვე ფსიქოლოგიურად მოვემზადოთ თურქეთთან დაპირისპირებისთვის და ამ ხელა დანაკლისის ფონზე თუ გვინდა რომ რაღაცა შანსი გქონდეს, არხის გამოწერის გარეშე არაფერი არ გამოდროებით.